რა იქნებოდა არხი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ChatGPT-ის განხილვის გარეშე? ხო და ამ ვიდეოში გაჩვენებ ჩატის ისეთ ხრიკებსა და ფუნქციებს, რომელზეც აქამდე ინფორმაცია სავარაუდოდ არ გქონია. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კი დარწმუნებული ვარ, შენი და ჩატის ურთიერთობა და კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტური და მომგებიანი გახდება. პირველი რაზეც მინდა რომ გესაუბროთ არის ჩატის პერსონალიზაცია იგივე პირად ინტერესებზე მორგება. ამის გასააქტიურებლად უნდა შევიდეთ პარამეტრებში, მოძებნეთ პირადზე მორგების ღილაკი და გააქტიურეთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ პირადი ინფორმაციის შევსება. პირველ რიგში შეგიძლიათ აირჩიოთ ჩატის პიროვნება, როგორც გინდათ რომ იყოს თქვენი ასისტენტი, მეგობრული, ოფიციალური, ხუმარა, ასე შემდეგ. მე როგორც ხედავთ სტანდარტულზე, ანუ default-ზე მაქვს დაყენებული. შემდეგ არის custom instructions. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ დეტალური ინსტრუქციები, როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი ჩატი, რატონით გესაუბროთ, რა ტიპის პასუხები მოგაწოდოთ. როგორც ხედავთ, ჩემი ამჟამინდელი აღწერა გამოიყურება ასე. ახლა მას შევცვლი და მივუთითებ, რომ იყოს ძალიან აგრესიული, რომ უფრო მარტივად გავტესტოთ ეს ცვლილება. როგორც აკვირდებით, პასუხებს რადიკალურად შეცვლილია ჩემი ჩატი. ესეთი აგრესიული მოგეხსენებათ სტანდარტული ჩატის ვერსია ნამდვილად არ არის და რა თქმა უნდა ამას ესე არ დავტოვებ და აუცილებლად დავაბრუნებ ძველ ინსტრუქციას. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიყვანოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ, მიუთითოთ სახელი, პოზიცია, კომპანია, სადაც მუშაობთ, ან ნებისმიერი რამ, რაც გინდათ რომ ჩატს თქვენ შესახებ ყოველთვის ახსოვდეს. რომ შევაჯამოთ, ფიქრობ რომ ეს ფუნქცია ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, უკი გსურთ რომ პასუხები იყოს თქვენზე მაქსიმალურად მორგებული. იცოდი რომ ChatGPT-ის დროებითი ჩატის ფუნქცია აქვს. ეს დაახლოებით არის იგივე, რაც Google Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმი. თუ დროებით ჩატს ქმნით, თქვენი გაგზავნილი და მიღებული ტექსტები არ შეინახება ჩატის ისტორიაში. მოდელი დაიმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას და საუბრის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაქრება, თითქოს საერთოდ არ არსებობდა ეს ჩატი თქვენსა და ChatGPT-ის შორის. გირჩევთ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ChatGPT-ს უზიარებთ ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას. მაგალითად, სამსახურის მნიშვნელოვან ფაილებსა და ზედმეტად პერსონალურ დეტალებს. თუ ChatGPT-ის დიდი ხანია იყენებთ, დარწმუნებული ვარ გქონიათ შემთხვევა, როდესაც კონკრეტული დიალოგის პოვნა დაგჭირდათ, მაგრამ არ გახსოვდათ არც საუბრის თარიღი და არც ჩატის სათაური. ძიება ზოგჯერ ნამდვილად რთულია, როცა მით უმეტეს ჩატების რაოდენობა საკმაოდ ვრცელია. ამისათვის არსებობს სწრაფი ძიების ფუნქციონალი. ის გაძლევთ საშუალებას, რომ უბრალოდ ჩაწეროთ 1-2 საკვანძო სიტყვა, ანუ keywords და მოძებნოთ კონკრეტული დიალოგი ან პასუხი წარსული ჩატებიდან. დღემდე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც უნივერსიტეტში Excel-ს მაუსის გარეშე იყენებდა. ჩემი მიზანი ზუსტად ეგ იყო, რომ Excel-ი იმდენად კარგად მესწავლა, რომ სრულიად შორტკათებით მემუშავა. Excel-ი პროფესიულად დიდად არ დამჭირვებია, თუმცა შორტკათების მიმართ ობსესია და ინტერესი მაქვს დღემდე. და თუ კი თქვენს მოგწონთ ასე მუშაობა, მინდა გაგიზიაროთ, რომ Ctrl//-ით შეგიძლიათ გამოიძახოთ შორტკათების სია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მუშაობაში. სია ჯერჯერობით როგორც ხედავთ მწირია, ამიტომ მისი ათვისება Excel-ის შორტკათებთან შედარებით საკმაოდ მარტივია. ახლა გადავიდეთ სეტინგების შემდეგ ნაწილზე, სადაც ასევე ძალიან საინტერესო ფუნქციებს ვიხილავთ. პირველ რიგში აქ შეგიძლიათ ნახოთ გაზიარებული ბმულები, გადაამოწმოთ დაარქივებული საუბრები და სურვილის შემთხვევაში მთლიანად წაშალოთ თქვენი ჩატის ისტორია. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რაც უფრო დიდხანს მუშაობთ ჩატთან და რაც უფრო კარგად გიცნობთ ის, მით უფრო ზუსტ და თქვენზე მორგებულ პასუხებს გიბრუნებ. ბევრს ეს აშინებს, სრულიად მესმის, ჩემს რამდენიმე მეგობარსაც ანალოგიური სიტუაცია აქვს და დღეში 2-3 წინადადების გაცვლით შემოიფარგლებიან ხოლმე ისიც სტუმრის რეჟიმში. თუმცა თუ კი გსურთ AI-ის გამოყენებით მაქსიმალური სარგებლის მიღება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაშალოთ ჩატების ისტორია. ეს ჩატები არის თქვენი ისტორიული ბაზა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ მიუბრუნდეთ. ჩატის ისტორიის წაშლა შეიძლება ჩავთვალო გამართლებულად, თუ კი გაუზიარებთ ძალიან ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, რაც უკვე გავიარეთ, დროებითი ჩატის შექმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეგიძლიათ ჩართოთ ინკოგნიტო ჩატი და ისაუბროთ უსაფრთხოდ ისე, რომ ChatGPT-მ ეს თქვენი კომუნიკაცია არ შეინახოს. ეს გახლავთ ფუნქცია, რომლის ჩართვისას შენი ჩატები, ანუ ის, რასაც წერთ და რასაც გპასუხობ ChatGPT, გამოიყენება OpenAI-ის მოდელების, იგივე ChatGPT-ის ტვინის გასაუმჯობესებლად. როგორ მუშაობს, როდესაც ჩართულია? შენი საუბრები შეიძლება შევიდეს ანონიმურ ტრენინგ მასალაში, რომელიც ეხმარება მოდელს, რომ უკეთესად გაქცეს პასუხები და უფრო ჭკვიანურად გიპასუხოს. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენი პირადი მონაცემები იშლება და ეს ინფორმაცია არის ანონიმური. ანუ რამეს თუ ასწავლი ChatGPT-ს,
ვინ ასწავლა ChatGPT-ს, ეს არ იცოდინება. თუმცა, როდესაც არის გამორთული, შენი ჩატები არ გამოიყენება ბუნებრივია ChatGPT-ს გასაუმჯობესებლად. ეს ნიშნავს მეტ კონტროლს კონფიდენციალურობაზე, მაგრამ შენი გამოცდილება რჩება სრულიად იგივე, ანუ შენგან ChatGPT არაფერს არ სწავლობს. ეს ფუნქციონალი, ჩემი აზრით, უცხო არ იქნება ბევრი თქვენგანისთვის, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ქართველები ძალიან ნაკლებად ვიყენებთ მას. გულისხმობ voice usage-ს, ანუ ხმოვანი chatbot-ის გამოყენებას. მე პირადად თუ ვიცი, რომ ისეთ თემაზე უნდა ვესაუბრო, რაზეც ძალიან დიდი ფოკუსი და გონების დაძაბვა არ მჭირდება, ხმოვანი შეტყობინებებით საუბარი გაცილებით უფრო კომფორტულია ჩემთვის, განსაკუთრებით გადაღლილზე. ბუნებრივია ChatGPT ინგლისურად არაჩვეულებრივად საუბრობს და გრჩება ისეთი წარმოდგენა, რომ ესაუბრები ასისტენტს ან კოლეგას, რაც შეეხება ChatGPT-ის ქართულს, მოდი ერთად გავტესტოთ. შევდივართ აპლიკაციაში და ვაჭერთ ღილაკს. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად ვარ, გმადლობთ და შენ როგორ ხარ? კოლდუნთელი მიხარია, როცა ქართულად ვესაუბრობთ. მოდი გამიზიარე 3 ფაქტი ქართული YouTube-ის შესახებ. კარგი, სიამოვიდეთ გაგიზიარებ. მაგითებლად, პირველი ფაქტი შეიძლება იყოს ის, რომ ქართულ YouTube სფეროში სულ უფრო მეტი კონტენტი ჩნდება, უნებ მოგზაურობას, გართობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. მეორე ფაქტი ის არის, რომ ქართულენოვანი იუთუბერები საკმაოდ აქტიურად ქმნიან კონტენტს სხვადასხვა ჟანრის, იქნება ეს ტექნოლოგიები თუ ლაიფსტაილი და მესე კარგი, ახლა ჩემს მაყურებლებს უთხარი, რომ გამომიწერონ და დალაიქონ ეს ვიდეო. რა თქმა უნდა. აბა მსმენელებო, აუცილებლად გამოვიცარეთ არხი და დალაიქონ ეს ვიდეო, თუ მოგეჩვენათ. თქვენი მხარდაჭერა ძალიან გომოფიენდა და ასე უფრო ბევრ საინტერესო ვიდეოს გაგიზიარებთ. ChatGPT-ს აქვს კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქციონალი პროექტები. ეს საშუალებას გაძლევთ ბევრი სხვადასხვა ჩატის ნაცვლად, ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში, ერთ ფოლდერში მოაქციოთ. დაუშვათ, ChatGPT-ს იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის. მოგზაურობის დასაგეგმად, ენის სასწავლად, ფიტნეს გეგმის ან დიეტის შესადგენად, ან სამსახურში რაიმე კონკრეტულ პროექტზე სამუშაოდ. ამ ყველაფერზე ბუნებრივია გაქვს უამრავი ცალკეული ჩატი შექმნილი, თუმცა შენ შეგიძლია ყველა საკითხი განყენებულ პროექტად შეინახო. ასე არც ინფორმაცია დაგეკარგება და ყველაფერი გაცილებით უფრო ორგანიზებული იქნება. ვთქვათ, ვგეგმავთ პარიზში 5 დღიან მოგზაურობას. ვქნით პროექტს სახელად პარიზის ტური. შეგვიძლია ავტვირთოთ სხვადასხვა ტიპის ფაილები, ადგილების სია, სადაც გვინდა რომ წავიდეთ, რესტორნების ჩამონათვალი, რომლებიც გვაქვს შენახული. ფაილი, სადაც მეგობრებს ხარჯები გაქვთ ჩამოწერილი. ამის შემდეგ ვთხოვთ ChatGPT-ს, რომ დაგვიგეგმოს ჩვენ სურვილებზე მორგებული საუკეთესო 5 დღიანი მარშრუტი, სადაც ტრანსპორტით სიარული იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ასევე შეგვიძლია ვკითხოთ ფასების შედარება, ადგილობრივი ღონისძიებების სია ან დავამატო ახალი ფაილები და ეს ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში. ყველაზე კარგი და კომფორტული არის ის, რომ როდესაც მოგინდება ამ თემაზე უშუალოდ დაბრუნება, აღარ მოგიწევს ძველი ჩატების მოძებნა ან ახალი ჩატის გახსნა და ჩატისთვის ყველაფრის ნულიდან ახსნა. პროექტში ყველაფერი ექნება დეტალურად შენახული. ბოლოს კი რაზეც მინდა გესაუბროთ, არის ChatGPT-ის ახალი ინოვაციური პროდუქტი ChatGPT Pulse, რომელიც 25 სექტემბერს ჩაიშვა ბაზარზე. Pulse ღამის განმავლობაში აანალიზებს და აქტიურად იკვლევს თქვენს ჩატებს, აპდეითებს, ფიდბექებს, რით იყავით დაინტერესებული, რაზე გჭირდებოდა რეკომენდაციები და ასე შემდეგ. ამ კომუნიკაციაზე დაყრდნობით კი დილას გამოგიგზავნის თქვენზე მორგებულ პირად სიახლეებს, იგივე newsletters. თითოეული თემა გადის ძალიან ძლიერ უსაფრთხოების კონტროლს, რათა მოხდეს არასწორი ინფორმაციის გაფილტრვა. ანუ შენამდე არ მოვიდეს ისეთი ინფორმაცია, რაც შენს ინტერესებში არ შედის. თუმცა თუ კი ჩატმა იცის, რომ 2 დღეში მიფრინავთ პარიზში, ვინაიდან მას დააგეგმინეთ მთელი ტრიპი და ასევე გაუზიარეთ გაფრენის დეტალები, მას შეუძლია გამოგიგზავნოთ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, ინფორმაცია ფლი მარკეტის ან რაიმე ახალი რესტორნის გახსნის შესახებ. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ mobile ვერსიაში, iOS-ით და Android-ით, თუმცა მხოლოდ pro user-ებისთვის, ანუ ვინც ფასიან ვერსიას იყენებთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ უფასო მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ეს პროდუქტი. შესაძლოა უფრო მცირე იყოს ეს newsletter-ი, მაგალითად თუ pro user-ები მიიღებენ 30 news დღეში, შეიძლება basic user-ებისთვის ეს იყოს რაღაც 10. ეს არის სრულიად ჩემი ვარაუდი, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე პირადად ძალიან მომწონს ამ პროდუქტის სპეციფიკა. გონია რომ scroll-ს ჩამინაცვლებს და ჩემს დილას გაცილებით უფრო პროდუქტიულს გახდის, თუმცა ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით ამ პროდუქტის გამოყენება არ არის შესაძლებელი. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ თქვენსა და ChatGPT-ს შორის კომუნიკაცია გაცილებით უფრო ეფექტური გახდება, როგორც ვიდეოს დასაწყისში დაგპირდით.